მოგესალმებით ყველას, გამარჯობათ. დღევანდელი ჩვენი ვიდეოს თემა ეხება მშრალ კანს, როგორც იქნა მოვედი აქამდე, გამოვნახე დრო და დღეს ყველა იმ გოგოს საყურადღებოდ, ვისაც აწუხებს მშრალი კანი და განსაკუთრებით ზამთარში, ისევე როგორც მე, მინდა შემოგთავაზოთ ის რამდენიმე რჩევა, თუ როგორ ვუმკლავდები მე კანის სიმშრალეს ზამთარში. ჩემ და გასაკვირად, მე ზამთარში მაქვს არაც ხიმიანი კანი, არამედ უფრო მშრალი, სიმშრალისკენ მიდრეკილი კანი, რაც გამოწვეულია ბევრი ფაქტორისგან, გათბობისგან, ტემპერატურის ცვალებადობასთან და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სტრესთან. ჩვენ ყველანი ვართ მოკვდავი ადამიანები და ყველას გვაქვს ყოველდღიური სტრესი, რაც ძალიან ცუდად აისახება სახის კანზე. მოკლედ, დარჩით ჩემთან ერთად, თუ გაინტერესებთ ეს თემა და პირველ რიგში ჩამოვთვალოთ ის მიზეზები, თუ რა იწევს კანის გამოშრობას. სახის გამოშრობის პირველი მიზეზი შეიძლება იყოს არასწორად არჩეული პირის დასაბანის საშუალებები. თუ თქვენ სისტემატურად იყენებთ უხეშ მუსებს, ქაფებს და გელებს პირის დასაბანად, ხშირად იყენებთ საპნებს და პირს იბამთ გამდინარე ქლორიანი წყლით, ეს არის მტერი სახის კანისთვის და არ გაგიკვირდეთ, რომ სახე გაქვთ გამომშრალი. უმჯობესია გამოიყენოთ სახის დასაბანად ყოველდღე რბილი მალაჩკოები, პირი დაიბანეთ დამდგარი ოთახის ტემპერატურის წყლით და უმჯობესია თუ შეაყენებთ ნაყენს, კალენდულას, გვირილას, პიტნის და რამდენიმე მცენარეულ ნაყენს და ამ ნაყენის საშუალებით დაიბანთ პირს. და რა თქმა უნდა გირჩევდით სახეს ყოველდღე ნუ დაიბანთ, გამდინარე წყლით და ქაფებით, უმჯობესია დაიბანოთ საღამოს სახე და დილით სახე გაიწმინდეთ მალაჩკოთი. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს არასწორად არჩეული სახის საწყი, ეს იქნება დამატენიანებელი თუ მკვებავი კრემი, განსაკუთრებით კი გამახვილეთ ყურადღება მკვებავ კრემზე. შეიძლება ის არ შეიცავდეს საკმარისი რაოდენობით ცხიმებს, რაც თქვენი კანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გამახვილეთ ყურადღება საცხების შემადგენლობას და იყიდეთ კარგი ცხიმიანი მკვებავი კრემი, განსაკუთრებით კი ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ზამთრის პერიოდში. მესამე პუნქტი, ეს არის სიცივე, ყინვა, ქარი და უამინდობა. ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ცუდი ამინდი სახის კანზე, ისევე როგორც ზაფხულში ცხელი მწველი მზე. ასე რომ სახლიდან გასვლის წინ არ დაგავიწყდეთ სახეზე მკვებავი კრემის წასმა და კანის დატენიანებისთვის არ დაგავიწყდეთ ალოე ვერას გელის და ჰიალურონის მჟავის გამოყენება. ეს ორი პროდუქტი ძალიან დიდ როლს თამაშობს სახის დატენიანებისთვის და მშრალი კანის გოგოებს ეს განსაკუთრებით ესაჭიროება. მეოთხე პუნქტი, ეს არის ოთახში მშრალი ჰაერი და არასაკმარისი დატენიანება. ამისათვის მე თქვენ გირჩევთ, გათბობა დააყენოთ მინიმუმამდე, თუ გცივა და ხართ მცივანა, მაშინ გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი. შეიძინეთ ჰაერის დამატენიანებელი, რომ თქვენს ბინაში არ იყოს ჰაერი გამომშრალი და ჰაერის დამატენიანებლის საშუალებით თქვენ თავს იგრძნობთ უფრო კომფორტულად და სახე არ გამოგიშრებათ. აგრეთვე არ დაგავიწყდეთ, შეაღეთ ფანჯარა და დაიძინეთ განიავებულ ოთახში და უმჯობესია ოდნავ შეღებულ ფანჯარას მთელი ღამის განმავლობაში ღიად თუ დატოვებთ. კიდევ ერთ რჩევას მოგცემთ, რაც ძალიან გამოგადგებათ იმ გოგოების საყურადღებოდ, ვისაც შემსავით ჯერ ჰაერის დამატენიანებელი არა აქვთ. მოკლედ, ათფობაზე მოათავსეთ წყლიცავსე ჭურჭელი და ესეც არაჩვეულებრივად ატენიანებს ჰაერს, ორთქლდება წყალი და ოთახში არ არის ჰაერი ისე უკვე გამომშრალი. მეხუთე პუნქტი არის ჰორმონალური მკურნალობა. თუ თქვენ იღებთ ჰორმონებს და დიდი რაოდენობით რეტინოიდებს, ძალიან ცუდად აისახება ეს სახის კანზე და სახი არის საშინლად გამომშრალი. ამიტომ გირჩევთ მიიღოთ აუცილებლად ვიტამინები, A ჯგუფის ვიტამინები, E ჯგუფის ვიტამინები, თევზის ცხიმი, ომეგა-3 და ომეგა-6. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით კი მშრალი კანის გადამრჩენი ვიტამინი არის ომეგა-3 და ომეგა-6. გირჩევდით აგრეთვე სელის ზეთს. გამოიყენეთ სელის ზეთი ყოველ დილით ერთი ჩაის კოვზი. თუ არ გიყვართ ჩემსავი თქვენ ზეთის მიღება სუფთა სახით, მაშინ აიღეთ სელის მარცვლები ერთი ჩაის კოვზი, გაურიეთ ის მუსლის ან სუფთა სახით, შეგიძლიათ და გადაკლაპოცით და დააყოლეთ მას
წვენი. მოკლედ, სელის თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა-3 და ომეგა-6 და ეს არის არაჩვეულებრივი ალტერნატივა თევზის ცხიმისა. მოკლედ, ვიტამინების დალევა არ დაგავიწყდეთ. მეექვსე პუნქტი, როგორც გითხარით, ეს არის სტრესი. მოარიდეთ სტრესს თავი. ჟღერს ბანალურად, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. მოარიდეთ სტრესს თავი, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და აგრეთვე გაუფრთხილდით სახის კანს. სტრესი და კუჭ-ნაწლავის პრობლემები ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს სახის კანზე. მეშვიდე პუნქტი კი არის ხშირი პილინგები. მშრალი კანის გოგოებმა გაითვალისწინეთ, რომ თქვენთვის არ შეიძლება ხშირად პილინგების გაკეთება, მაქსიმუმ 10 დღეში ერთხელ. არ გადადვირთოთ სახის კანი. პილინგებით უმჯობესია გაიკეთეთ მასაჟები და დამატენიანებელი ნიღბები, მას უფრო დიდი ეფექტი ექნება. პილინგებიდან კი გირჩევდით 10 დღეში ერთხელ გაიკეთოთ მარილის და ზეითუნის ზეთის პილინგი, რომელიც არის უნივერსალური და განსაკუთრებით მშრალი სახის კანს უხდება არაჩვეულებრივად 10 დღეში ერთხელ. ეხლა კი ჩამოვთვალოთ ის რამდენიმე არაჩვეულებრივი კოსმეტიკური მეთოდი, რომელიც დაგვეხმარება მშრალი კანის წყობში მოყვანაში. პირველი, ეს არის ცხელი კომპრესები. დიახ, გაგეკვირდებათ, მაგრამ ცხელი კომპრესები ძალიან უხდება სახის კანს. ამ ეფექტური საშუალებით იხსნება, ფართოვდება სახის ფორები, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, თბება კანი, შორდება ჭუჭყი და დაბინძურებული კანის უჯრედები, რის შედეგადაც კანი ხდება ძალიან ნაზი, რბილი და თქვენ წარმოიდგინეთ დატენიანებული. მეორე, ეს არის მარილის პილინგები, რომელიც მე მაღლა აღნიშნე. მარილის პილინგებიც არაჩვეულებრივია მშრალი კანისთვის. მესამე, ნებისმიერი ქიმიური თუ მექანიკური პილინგები, რომელიც სალონებში ტარდება და ძალიან ეფექტურია სახის კანის გაუმჯობესებისთვის. განსაკუთრებით კი ეს ქიმიური პილინგები უხდება მშრალი კანის გოგოებს. თქვენ მსუბუქ ქიმიურ პროცედურებს სეზონურად ჩაიტარებთ სალონებში, თქვენ სახის კანი მადლობას გეტყვით. მეოთხე კი არის მასაჟი. მასაჟების საშუალებით კანს შეუძლია გარდაიქმნეს და მოახდინოს მასაჟებმა საოცარი ეფექტი, ასე რომ არ დაგეზაროთ და ჩაიტარეთ სახის კანზე ლიმფოდრენაჟური მასაჟები. განსაკუთრებით ეფექტურია ეს მშრალი კანისათვის. ეხლა კი გეტყვით ორიოდე სიტყვას ცხელ კომპრესებზე, რომელიც არის ძალიან ეფექტური, როგორც გითხარით, მშრალი კანისთვის. დაასვენეთ პირსახოცი ცხელ წყალში და დაიდეთ სახეზე 20 წუთის განმავლობაში. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს ისეთი, რომ სახე არ დაგეწვათ. ცხელი კომპრესების გარდა ანალოგიურად ძალიან ეფექტურია ორთქლის აბაზანები. მოათავსეთ ჭურჭელში რამდენიმე სახეობის ბალახი, დაასხეთ მდუღარე წყალი და გაიკეთეთ ამ ორთქლის აბაზანაზე ესეთი ინგალაცია. გაიხსნება ფორები, გასუფთავდება სახის კანი, მოხდება სისხლის ცირკულაცია და შედეგს თვითონაც ნახავთ, თუ როგორი თოთო ხავერდის და დანოტიებული იქნება თქვენი სახის კანი, მაგრამ ამ ცხელი კომპრესის და ორთქლის აბაზანების შემდეგ არ დაგავიწყდეთ თქვენთვის განკუთვნილი მკვლევავი საცხის წასვლა. ასევე არ დაგავიწყდეთ ნიღბების დადება ხილისგან, რძის პროდუქტებისგან და აგრეთვე რამდენიმე ბალახის ნაზავისგან. ესეც ძალიან დიდ როლს თამაშობს, მაგრამ გაფრთხილებთ. მხოლოდ ნიღბებით შორს ვერ წავალთ, თუ არ გავითვალისწინეთ ის, რომ უნდა ვიცხოვროთ ჯანსაღი წესით, ბანალურია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. პარალელურად უნდა მივიღოთ 3 ლიტრამდე წყალი, უნდა ვიაროთ ბევრი სუფთა ჰაერზე, დავატენიანოთ ჰაერი და გავიკეთოთ დამატენიანებელი ნიღბები. აუცილებლად რძის პროდუქტებისგან, ხილისგან, ხილის პილინგებს აქვს ძალიან დიდი ეფექტი მშრალ კანზე და განსაკუთრებით ვაშლის ნიღბებს, აგრეთვე სხვადასხვა მცენარეების ნაყენისგან დამზადებულ ნიღბებს, აგრეთვე ცხელ კომპრესებს და ცხელი ორთქლის აბაზანს. ჩემი ყველაზე საყვარელი ნიღაბი ზამთრის პერიოდში, როდესაც ჩემი სახის კანი არის ძალიან გამომშრალი, არის მდოგვის ნიღაბი. მდოგვის ფხვნილს ვიღებთ ერთ ჩაის კოს, ვამატებთ მათ მცენარეულ ზეთს, ზეითუნის ან ნებისმიერ თქვენთვის სასურველ ზეთს და
ვიდებთ სახის კანზე. შეიძლება სახე ოდნავ აგიწათ, შედეგი ამათ ღირს. სისტემატურად ამ ნიღბის გამოყენების შემდეგ თქვენ სახის კანს ვერ იცნობთ და ნახავთ თუ როგორ გაუმჯობესდება და აღარ გექნებათ კანი ისეთი გამომშრალი და აკერცლილი. და შემდეგ უკვე მოდის ხილის ნიღბები, ვაშლის ნიღბები და რძის პროდუქტებისგან დამზადებული ნიღბები. დოგვის შემდეგ მეორე ჩემი უსაყვარლესი ნიღაბია ხაჭოს ნიღაბი. ერთ ჩაის კოვს ხაჭოს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი გამთფარი თაფლი და 1 ჩაის კოვზი თბილი რძე. დაიდეთ 15 წუთი. ეს არაჩვეულებრივი ნიღაბი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლი და წაისვით კვებავი კრემი. მესამე ნიღაბი კი არის ზეთის ნიღაბი. მშრალი კანისთვის კი ძალიან ეფექტურია და კარგ შედეგს იძლევა ატმის კურკის ზეთი. შეათბეთ ეს ზეთი და კვირაში 2 ჯერ წაისვით საღამოს 20 წუთის განმავლობაში სახეზე. ბოლოს ჩამოისუფთავეთ ზეთი და შეეზილეთ კვებავი საცხი. ყველაზე საუკეთესო ზეთი ზამთრის პერიოდში გამომშრალი კანისთვის, რომელსაც მე სისტემატურად ვიყენებ, ეს არის ატმის ზეთი და ჩემდა გასაკვირად ატმის ზეთი სხვა ზეთებისგან განსხვავებით სახეს არ აშრობს, პირიქით კარგად არბილებს, კვებავს მას ვიტამინებით. არ შემიძლია ყურადღება არ გავამახვილო შვრიაზე, ანუ გერკულესზე. ეს არაჩვეულებრივი პროდუქტი არის კარგი როგორც მშრალი კანისთვის, ასევე ცხიმიანი კანისთვის. მე მისი საშუალებით, ანუ ფქვილის საშუალებით ვიბან ყოველ დილით სახეს. მშრალი კანის გოგოებმა კი გაიკეთეთ გერკულესის ნიღბები. დაფქვით ის და შეურიეთ მას რძე ან არაჟარი. დაიდეთ 15 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით. და ბოლოს გადავიდეთ უკვე დამატენიანებელ და მკვებავ საცხებზე. მშრალი კანისთვის, ისევე როგორც ცხიმიანი კანისთვის, ძალიან დიდ როლს ასრულებს კანის დატენიანება და ამაში თქვენ ყველაზე მეტად დაგეხმარებათ ალოეს გელი, რომელიც არაჩვეულებრივია როგორც სუფთა სახით, ასევე ნიღბებში და განსაკუთრებით კარგად ატენიანებს თვალის ირგვლივ კანს. ნომერ მეორე საუკეთესო დამატენიანებელი საშუალება ეს არის ჰიალურონის მჟავა, რომელიც ისმევა საღამოს სახის კანზე მკვებავი საცხის შემდეგ, ან გააზავეთ 2 წვეთი ჰიალურონის მჟავა მკვებავ საცხში და წაისვით მასაჟისებრი მოძრაობით სახის კანზე. მე ჰიალურონის მჟავას ვისმევ მკვებავის შემდეგ, ჯერ ვისმევ მკვებავ საცხს საღამოს, შემდეგ კი 2 წვეთს ვიწვეთებ ამ ჰიალურონის გელს, თითებზე ვახურებ მას და ვიზელ სახის კანზე. და არაჩვეულებრივად მეხმარება ეს 2 პროდუქტი სახის დატენიანებაში. იმ გოგოების საყურადღებოდ, ვისაც ჯერ კიდევ არ შეგირჩევიათ სასურველი საცხი თქვენი კანის შესაფერისი, უმჯობესია საერთოდ არ გამოიყენოთ ის არაეფექტური საცხები, გადადეთ გვერდზე და წაისვით ბავშვის საცხები. შეიცავს უამრავი რაოდენობის ზეთებს, ვიტამინებს და არაჩვეულებრივად მუშაობს ბავშვის საცხები მშრალ კანზე. მოკლედ, დატენიანებაზე ვისაუბრეთ, ეხლა კი მკვებავ საცხებზე. მკვებავი საცხები უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით ცხიმებს მშრალი კანისთვის და მოარიდეთ ისეთ პროდუქტებს თავი, რომელიც შეიცავს ალკოჰოლს, სპირტს და პარფიუმს. ეს დანამატები ძალიან აშრობს სახის კანს და არასოდეს არ გამოიყენოთ ლოსიონები და ტონიკები, რომლებიც შეიცავენ სპირტს. გამოიყენეთ ტონიკები და ამზადეთ სახში სპირტის გარეშე ნაყენებით, სცენარეული ნაყენის საშუალებით და გაისუფთავეთ სახის კანი. დაამატეთ მას გლიცერინი და ეს იქნება თქვენთვის საუკეთესო დამატენიანებელი საშუალება, რადგან მშრალ კანს გლიცერინი ძალიან ესაჭიროება. არის მცდარი ვარაუდი, რომ გლიცერინი სახისთვის არც თუ ისე სასარგებლოა, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ გლიცერინი ზამთარში და განსაკუთრებით გამომშრალი სახის კანისთვის არაჩვეულებრივად მუშაობს. მე მას ვამატებ როგორც საცხებში, ასევე ლოსიონებში. და ბოლოს არ შემიძლია არ დავამატო ეს ჩემი აღმოჩენა არაჩვეულებრივი საცხი, ბეპანტენის საცხი, რომელიც გათვლილია ჭრილობებისთვის, გაუხეშებული კანისთვის და კანის პრობლემების მოსაგვარებლად. ეს ბეპანტენის საცხი
მემშველის ზამთარში აკერცლილი და გამომშრალი სახის წყობში მოსაყვანა თუ შეიძლება ასე ვთქვათ. მე მას ვისმევ ოდნავ ასეთნაირად თითებზე და ვიკენიანებ თვალის ირგვლივ კანს და გამომშრალ ადგილებს ლოყებზე და ნიკავზე ძილის წინ ვისმევ მე ამ საწყს და მეორე დღეს კანი არის არაჩვეულებრივად დარღვილებული და მას სიმშრალის კვალი არ ატყვია. გაამახვილეთ ყურადღება ბეპანტენზე, არის დიდ ტუბებში მოთავსებულიც, მე კი მაქვს ესეთი მინიატურკა, რომელიც ჩემთვის აბსოლუტურად საკმარისია, რადგან მე მთლიან სახეზე არ მაქვს კანი გამომშრალი, მაქვს ალაგ-ალაგ, ვისმევ მე მას აგრეთვე გამომშრალ, გაუხეშებულ ტუჩებზე და ბალზამებისგან განსხვავებით, ბეპანტენის საცხი ისევე როგორც ცხიმიანი თვალის საცხი, ჩემს დახეთქილ გამომშრალ ტუჩებს შველის ზამთრის პერიოდში. მოკლედ, ეს ჩემი აღმოჩენა ბეპანტენის საცხი და აგრეთვე ჩემი აღმოჩენა ავენის პროდუქცია. ავენი არის თვალწები ფრანგული ბრენდი და მათ აქვს არაჩვეულებრივი ხაზი გამომშრალი, საშინლად გამომშრალი სახის კანისთვის. გაამახვილეთ ყურადღება ავენის საცხებზე და ნახავთ თუ როგორ მადლობას გეტყვით თქვენი სახის კანი. ეს არ არის რეკლამა, რადგან მე თვითონ მაქვს ეს ავენის ხაზი უკვე დიდი ხანია მოხმარებაში, ისევე როგორც მისი თერმალური წყალი და აუცილებლად მინდა აგრეთვე შევიძინო და დავტესტო ავენეს ტონალური კრემი, რომელიც ერთ-ერთმა თქვენგანმა მირჩია და ნახოთ აბა თუ ისიც ესეთი ეფექტური და ხარისხიანია, როგორც ავენეს ზოგადად ხაზი. მოკლედ, საცხებზეც ვისაუბრეთ და ბოლოს შემოგთავაზებთ არაჩვეულებრივ საფუარის ნიღაბს, რომელიც ერთ-ერთმა თქვენგანმა, ჩემმა ერთგულმა გამომწერმა შემომთავაზა და მინდა მას მადლობა უთხრა, რომ ეს ნიღაბი არის მართლა არაჩვეულებრივი, გამომშრალი და დაზიანებული, გაუხეშებული სახის კანისთვის. ამით კი დავასრულებ მე დღევანდელ ჩემს ჩართვას. ასია თუ ისე გადმოვეცი ის მწირი ინფორმაცია, რისი გადმოცემაც მე მსურდა, ეს დავამატებდი მხოლოდ საცხით, ან მხოლოდ ნიღბით შორს ვერ წავალთ. აუცილებელია საცხებთან, დამატენიანებელ ნიღბებთან, ოთახის დატენიანებასთან ერთად გაამახვილოთ ყურადღება სპორტზე. არ არის აუცილებელი იაროთ სპორტ დარბაზში, თქვენ თუ დრო არ აგაქვთ. ივარჯიშეთ სახლში, აიღეთ სახტუნაო, ეგრეთ წოდებული სკაკალკა, ან ისეთი წრე, ობრუჩს რო ვეძახით და ატრიალეთ სახლში. ოდნავ ელემენტარული დატვირთვა და სპორტიც არაჩვეულებრივად აისახება არა მარტო ჯანმრთელობაზე, ასევე სახის სტრუქტურაზე. ეს რამდენიმე პუნქტი მინდოდა მე დღეს ჩამომეთვალა და თუ ჩათვალეთ ინფორმატიულად და დაგეხმარებათ, ეს თქვენ მშრალი კანის განკურნებაში ძალიან გამახარებთ და არ დაგავიწყდეთ კომენტარებში, დამიწეროთ ის რჩევები და ის მეთოდები, როგორ უმკლავდებით თქვენ ზამთარში კანის სიმშრალეს. ეხლა კი ყველას გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე, მიყვარხართ ყველანი.